როცა ბერია დახვრიტეს 1953 წელს, მაშინ ბერიას ხალხი მას მიაყოლეს, ბევრი დახვრიტეს, ბევრი გააციმბირეს. მაგის შემდეგ დაიწყო ჩვენი დეგრადაცია. ამის შემდეგ ქართველი ხალხი გახდა მიკიტანი. ამის შემდეგ ქართველი ხალხი ილოცება ხინკალზე და მწვაძეზე. ადრე არ იყო ასე. ადრე სხვანაირად ყოფილა. 53 წლის შემდეგ რუსებმა ჩვენი ხალხი არ გააკარეს არც ჯარს, არც უშიშროებას და არც რამე სილავი ძალოვან სტრუქტურებს. ქართველები პრაქტიკულად არ იყვნენ უშიშროების სამსახურის, დაზვერვის, ჯარის მაღალ თანამდებობებზე. აგერ რამდენი წელია ჩვენ რუსეთი გვიჩხიკინებს აფხაზეთის შემდეგ. გვიჩხიკინებს და ჩვენ იმასაც ვერ მივხვდით თუ რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი. კი ვერ მივხვდით, არ ვიცოდით, მაგრამ ვინ იცოდა უკრაინელებმა, რადგანაც უკრაინელებს რუსები თვლიდნენ თავისებად, ამიტომ უშიშროებაშიც, დაზვერვაშიც და ჯარშიც უკრაინელები იყვნენ და ბოლოს როცა ახლა 10 წლის წინ გაიყარნენ, მხოლოდ მაშინ დაუწყეს მაგათ დაშორება ამ სტრუქტურებიდან. უკრაინელებმა ყველაფერი გამოუქეკეს რუსებს. ყველა მათი მეთოდები უკრაინელებმა იცოდნენ. არადა სამხედრო საქმეში რუსები მართლა ძლიერები არიან. ის რომ ახლა ისინი ომს აგებენ, ეს სულ სხვა რაღაცა არის. აქეთ ამხარეთ რუსები არიან, ეს უკრაინელები და იქითაც რუსები არიან. ერთმა რომ მეორეს მოუგოს, დიდია გასაკვირი არა. საბჭოთა კავშირი როგორც ვიცით, ზემოდან დაიშალა. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ჩემი ბავშვობის დროს ზუგდიდში სოხუმის ავტოსადგური რო არის ბოტანიკური ბაღის უკან და სოხუმისკენ რომ მიდის გზა დაახლოებით წერეთლის ქუჩის დაწყებამდე დიდი უზარმაზარი ბანერი იდგა და იმ ბანერზე ეწერა სლავა KPSS. ერთ დროს დაახლოებით მე-6-მე-7 კლასში ვიყავი, ზუგდიდში ატყდა ჩვენს ქუჩაზე დიდი ჩოჩქოლი. რა არის? ბრეჟნევის დრო იყო და ხამე ვიღაცებს ამ ბანერზე დაუხატიათ უზარმაზარი ღორი, მაშკა ღორი. და ამ ღორს მისეული ყავს გოჭები და ეს გოჭები წუწნიან. ღორზე ეწერა SSSR და ამ გოჭებზე კამპუჩია, ანგოლა, ნიკარაგუა და ასე რამდენი გოჭიც იყო, ყველა გოჭზე იყო დაწერილი სახელი. რას ნიშნავს ეს? ვინ საბჭოთა კავშირს მოესწრო, მაგათ ახსოვს, რომ საბჭოთა კავშირი ცდილობდა აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების გაწითლებას. და კარგადაც გამოსდიოდა ეს ამბავი. ნიკარაგუა ხო გახსოვთ? ახლაც ნიკარაგუის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დროს რო იყო დანიშნული, ახლაც თავის ადგილზეა. ანგოლა და ბევრი უზარმაზარი ქვეყნები, ვიეტნამი, კამპუჩია იყო ასეთი რაღაცა და როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? ეს რა არის? რუსებს საბჭოთა კავშირს მაშინ ეს ტექნოლოგია დამუღამებული ჰქონდათ. რას აკეთებდნენ? თუ უნდათ აფრიკაში რომელიმე კაციჭამნია ქვეყნის გაწითლება, ისინი ხიპ-ხოპ დღეს კი არ იწყებდნენ საქმეს, დღეს იწყებოდა ასე, ჯერ გააგზავნიდნენ საელჩოს, მერე გააგზავნიდნენ ამ საელჩოში ვაიენნიე სოვიეტიკი, სამხედრო მრჩევლები. ზოგადად ეს ხალხი იყო მაღალ კვალიფიცირებული, განათლებული სამხედრო სპეციალისტები. და რა შვებოდნენ ესენი? არსად არ გარბოდნენ, დაჯდებოდნენ საელჩოში, აიღებდნენ გაზეთებს და დაიწყებდნენ ამ გაზეთების კითხვას. ანალიზებდნენ ტელევიზორს, რადიოს, ინფორმაცია მთლიანად რა ქვეყანაში რა ხდებოდა და ბოლოს დასკვნა, ვინ არის ოპოზიცია, ვინ არის პოზიცია და რა შვებოდნენ. ესენი იწყებდნენ სიყვარულის თამაშს პოზიცია ოპოზიციასთან. ამასაც ემხანაგებოდნენ, იმასაც ემხანაგებდნენ, ამასაც აფინანსებდნენ ჩუმჩუმად, იმასაც აფინანსებდნენ ჩუმჩუმად. რა თქმა უნდა, დაფინანსება პირდაპირ არ ხდებოდა მეორე, მესამე ქვეყნებიდან, მაგრამ ხდებოდა. და ბოლოს ჩაყრიდნენ ამ ქვეყანაში. ჯერ ფულს წაკეზებდნენ სუსტ ოპოზიციას
მერე ამ ფულს დაუმატებდნენ შეიარაღებას და ქვეყანაში იწყებოდა სამოქალაქო ომი. იმისთვის რომ ქვეყანა დაემორჩილო, სამოქალაქო ომი აუცილებელი რაღაცა არის. ხოდა რა ხდებოდა? სამოქალაქო ომი ქვეყანა სუსტდება, ცენტრალური ხელისუფლება სუსტდება, ოპოზიცია ცოტა ძლიერდება, მაგრამ ხელისუფლებას ვერ იღებს და ბოლოს და ბოლოს როცა რომელიმე მაგადგანი, რომელიც უფრო დაევასებათ, მაგას უფრო დააფინანსებენ და მოაგებიანებენ ომს. ამავე დროს ეს ქვეყანა წეთლდება. ეს ტექნოლოგია რუსებს საბჭოთა კავშირს კარგად ჰქონდა დამუღამებული. ამაში მაგრები იყვნენ. მართლა მაგარი კონკურენცია გაუწიეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ჩვენ საბჭოთა კავშირმა წავაგეთ ეს ეკონომიური კონკურენცია, მაგრამ პოლიტიკური კონკურენცია ძალიან მაღალ დონეზე მიდიოდა. ხოდა რა ხდება? საბჭოთა კავშირი ბანკროტია. წლებია დაახლოებით გარბაჩოვის წლები. ეს პერესტროიკა დურაკული. ხოდა დააბრუნეს აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან რუსებმა ეს თავიანთი სამხედრო სპეციალისტები. მთელი მსოფლიო მოვლილი სამხედრო ხალხი, რომლებსაც შეეძლოთ მთავრობების გადაყენება, წამოიყვანეს უკან. ხოდა სად წაიყვანეს ეს ხალხი? დასვეს მოსკოვში, შტაბში და დამონიშნეს საბჭოთა რუბლებით ხელფასი და რას ხედავს ეს ხალხი? ეს ხალხი რაც იცოდა, მაგი გააკეთა, მაგათ გაანალიზეს სიტუაცია და ასეთი დასკვნა. რა არის? ცუდადაა საქმე. Каждый умирает в одиночку. საჭიროა ეს დურაკული საბჭოთა კავშირი რომ დავშალოთ, მოვიშოროთ ეს გრუზინები, აზერები, ჩორნაჟოპები და ეგებ როგორმე გამოუძვრეთო და ასეც გააკეთეს. ვისაც გახსოვთ პერესტროიკის დრო და მაშინ როცა საქართველოში დარეულობა დაიწყო, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? ჯერ პარტიები შეიქმნა, მერე ამ პარტიებში ლიდერი და ხო გახსოვთ ზვიადი. როგორ მოხდა ეს ზვიადი? საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სამსახურს კარგად მოყუჩებული ყავდათ. ზვიადი ვინ იყო? ზვიადი. კი, კარგი, განათლებული მანიშვილი, მაგრამ თვითონ ლიტერატორი იყო. კაცი ყოველთვის პაბლატო იყო დანიშნული თავის თანამდებობაზე და ბოლო თანამდებობასთან პრეზიდენტი გახდებოდა უმცროსი მეცნიერ მუშაკი. ესე იგი, მუქთად უხდიდნენ ფულს. ზოგჯერ მივიდოდა, ზოგჯერ არ მივიდოდა. კაც, რომელსაც არასდროს კოლექტივი არ ებარა, რომელსაც არ იცოდა მართვა კოლექტივის, მაგი გახდა სახელმწიფოს მეთაური. როგორ გონიათ? რატომ გახდა ზვიადი სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პრეზიდენტი? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა ზემოდან და საბჭოთა კავშირის დაშლა ჩვენ დაგვაბრალეს. ამისთვის იყო ჩვენ რომ ზვიადი გავხადეთ პრეზიდენტი. თქვენ გონიათ ეს უშიშროების სამსახური და კგბ-ის ნებართვის საწინააღმდეგოდ მოხდა? არაფერიც. ეს რუსებს უნდათ. ხოდა რა გააკეთა ზვიადმა? ზვიადმა გააკეთა ის, რისთვისაც იყო მთელი ცხოვრება დაქოქილი. მაგი იყო დისიდენტი. მართალი რო გითხრათ, რუს დისიდენტებს თვალგულზე არ ეხატებოდათ ზვიადი, რატომ? მე მაქვს წანაკითხი, რას წერდა ერთი მართლა დისიდენტი კაცი. თბილისშიო ჩამოვედიო და სადღაც მიწერა მჭირდებოდაო, რომ მილიციას და უშიშროებას ამას კგბ-ს ჩემთვის არ ეჩხიკინაო და ზვიადი მოიყვანესო. რატომ? ზვიადი მაგი გააფორმა თავის სახლში მებაღეთ და მიწერეს ეს კაცი და ეს რუსი რას ამბობს იცით? ძალიან ქედმაღალი ამპარტავანი კაცი არისო. მე მაგი არ მომეწონაო და როგორც კი დამთავრდაო ეს ჩემი ისტორია თბილისში წამოვედიო და მე მაგას ყურადღებას არ ვაქცევდიო. რატომ დასჭირდა საბჭოთა კგბ-ს ზვიადის გადაპრეზიდენტება? იმიტომ რომ ქვეყნის დაშლა სჭირდებოდათ. ქვეყანა დაშალეს ზემოდან, ხო და რაც ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის ვალები ჰქონდა აქეთას და იქეთას. საბჭოთა კავშირის ფული ბევრს ჰქონდა საზღვარგარეთ და საბჭოთა კავშირსაც სხვისი ვალი ჰქონდა. აი ამ ფულით გაბედნიერდა და გამდედა ჩვენი ბიზნა, თორემ ამ ფულით ვაჭრობით, თორემ ბიზნას ერთი კირპიჩი მეორე კირპიჩ ზერას არ დაუდია.
რაც შეეხება საბჭოთა კგბ-ს მუშაობას საქართველოში. თქვენ იცით, რომ თურქეთი ნატოს წევრი არის. ყველამ ვიცით. ხო და ამიტომ საქართველოში თბილისში იმყოფებოდა საკავკასკე ვაენნი ოკრუგის შტაბი. ხო და მთელი დაზვერვა კგბ, სამხრეთ გერეუ, შინაგანი ჯარები რას თუ რამე დაზვერვა იყო საბჭოთა კავშირის სისტემაში, ყველა მოქმედებდა საქართველოს და სომხეთის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მოქმედებდნენ ისინი საქართველოდან. მე 2005 წელს ყირიმში ერთი თათარი კაცი გავიცანი ბაზარზე. ხო და თათარი მეუბნება, მეო სამხედრო კაცი ვარო და ის საბჭოთა კავშირი რო იშლებოდა, ძლივს გამოვაღწია საქართველოდანო. მსახურობდიო გერეუშიო და თბილისშიო იცი რამდენი კონსპირატიული ბინები გქონდაო? დიახ, საქართველო გაჭედილი იყო ყველა სპეცსამსახურების აგენტურით. ხო და დასჭირდა ამ აგენტურას, რომ ქვეყანა დაეშალათ და ვინ უნდა მოვიდეს სათავეში, შემოგთავადეს ზვიადმა იყაყანა რუსეთი, ხო და ეს რუსების წისქვილზე დაასხა წყალი, მაგრამ იხტუნავა იყაყანა, ისიც ვერ გაიგო თუ ვის წისქვილზე ასხამდა წყალს, ბოლოს გაასუხარეს. მართალი რო გითხრათ, მაშინ ზვიადი რომ არ დაღუპულიყო, საქართველო არ იქნებოდა. საქართველო, მართალი რო გითხრათ, ეს ტერმინი რუსებისგან წამოვიდა. რატომ რუსეთისგან? არ ყოფილა არასდროს საქართველო. აღმოსავლეთ საქართველო რუსებმა ცალკე შეიერთეს, დასავლეთ საქართველო ცალკე შეიერთეს. დასავლეთ საქართველო სულ ემტერებოდა აღმოსავლეთ საქართველოს და ეს 1801 წელს როცა დაიწყეს საქართველოს მიერთება, კახეთი რომ მიერთეს, მერე 60 წელში სამეგრელოს და თავიანთი მმართველობის გასაადვილებლად შექმნეს საქართველო. ადრე არც თამარ მეფის დროს, არც ადრე საქართველო ასეთი ქვეყანა არ ყოფილა. როგორ მუშაობდნენ რუსები საქართველოში? 2012-11 წელს ჩემთან მეგრელი კაცი ჩამოვიდა კიევში. მე კიევში ცხოვრობდი ოჯახით და ეს კაცი სოხუმში ნამუშევარი კგბ-შნიკი იყო. ძალიან მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა იქაც და აქაც. ხო და ვეკითხები, კაცო, კგბ-ში მუშაობდი და როგორ მოხდა ასეთი რაღაცა, რომ აფხაზებმა სეპარატისტული მოძრაობა დაიწყეს, განავითარეს, გამოგვრეკეს და თქვენ ვერაფერს ვერ მიხვდითო. მაგრამ როგორ გეკადრებაო? მე მინსკში ვსწავლობდი კგბ-ის სკოლაში და ჩემთან ხომ იყვნენ იქ რუსები, კგბ-ის თანამშრომლები. ხო და მაგას შევხვდი შევარნაძის დროსო, სადღაც ყაზახეთში შეხვედრა ყოფილა პრეზიდენტების და პრეზიდენტის ამალაში აქეთ ამხარეს ეს კაცი იყო და იქით ამხარეს. ელცინის გვერდზე ხედავთ, გასწორეთ ჩემი ამხანაგი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით მინსკშიო. კგბ-ის სკოლაში ვსწავლობდითო და ჩაუყარეთ ერთმანეთს თვალიო და საღამოსო დავჯექით კონიაკის დასალევად ნომერშიო, მაგრამ მითხრა, ბიჭო, შენ რა მაგარი პროფესიონალები ყოფილხართო, თქვენაო, რატო? ჩვენაო სოხუმშიო, აფხაზეთის ამბავს ომს რომ ვიწყებდითო, 5 ჯერ დავიწყეთ ოპერაციაო, 5 ჯერვე ჩაგვეშალაო. რა არის? დავიწყებთ ოპერაციას, თქვენ გამოდის, პატაკი რა არის? აღმოჩენილია სეპარატისტების ჯგუფი, დაპატიმრებულია, დაჭერილია. გავაანალიზებთ ყველა შეცდომებს, ვიწყებთ თავიდან, ისევ იგივე, ისევ გავაანალიზებთ და 5 ჯერ დავიწყეთ ასე ოპერაცია და მარტო მე-6-ემ გაარტყაო. ახლა მიხვდით თუ ვინ დაშალა საბჭოთა კავშირი. დიახ, ზვიადი აყაყანეს, ახტუნავეს, ხო და რატომ დაშერდათ, რომ ქვემოდან დაშლილიყო ვითომდა საბჭოთა კავშირი, რატომ? საბჭოთა საქართველოს ყველა წილი ქონება რუსებმა შეიტყაპუნეს. საქართველოდან ყველაფერი გაიტანეს. სამხედრო შეიარაღება, ხო და რა დატოვეს? აბა საიდან მოვიდა ჯაბასთან და ეს კეტოვანი არის თუ რაღაცა ვიღაცასთან შეიარაღება? რუსებმა ჩაყარეს, რატომ? სამოქალაქო ომი რო დაეწყოთ. მაშინ მე სტუდენტი ვიყავი და გაზაფხულზე დაახლოებით მარტი-აპრილის თვე არის. არდადაგებზე ხარკოვიდან ზუგდიდ ჩამოვედი. დგავართ ეზოში, კარგი ამინდია, ხო და დედაჩემს ეძახიან, ნელი, გამოდი აქეთო და ჟურნალიანი ქალი დგას.
ჟურნალიანი ქალები მაშინ ეზო მაშინ დადიოდნენ თუ ვინმე მოკლებოდა და პანაშვილის ფული იყო შესაძლებელი და კენწაზა ჩქენდიდა ვიტმანად კენაჭარ თიქარღადეს დო სკუვა თიცაი ამბერენია ზამგა ხამბი ჭაფუნია ქუჩუნიო ასეთე ოსურ მუშენგიწამე უა ვიტმანათი მუშენ მაგდო ანაკლიასია სამხედროებ ხომ ქორანანია 10 სამხედროებს იარა ისაიდანი თიშგუშენ ვიტმანათის ეზო შაყარანანია და იმ დროს საანდილო თაფიშგუშენ კოჩეს ოხუნუანდეს ვიდაფცი ოგურაფშა ხარკოშადო მივოჯანო საერთო საცხოვრებელს ოფშლიტიას ოთახის და ტელევიზოროძრანს ვრემიას მურე ჩქენ რუსებია გიშმუნდესია გრუზიაში ოდო სეპარატისტებკია ალკა ქოუღოლესია թե რუსების ჩქინ ჯარსია და კამანდირ მოლართუა პელეგაორებშატე გუზენსკე ბაივიკებშა ოდო იარა ქუდიტესია მარავა ხაიხ ნამთივარენია დამარცხებული მალადეს მოჯგერკოჩო ოფენია და წერმედიგენით ასე ართმარა ეწოხლე ზუგის ეზოეზოთ ფარაშაყარანდეს და რუსებს დუჩე ბოლიშა შეიარაღებული მუდაც ჯარს მიდგარე ლოთ ქობალიაცალ ბორო მუდეკ მეკობალიებ იარა ხდარღვაფეს სიაფამდობართნა იფრე თენა სინამდვილეს იარა გიმოჩეს ნამუც შელებესონ გეგმოჩეს ნამუშირენ ფარავაბაღეს მარგალებსონ თეშ ხუდარღვეს ხორშუნანო ლოთ ქობალიაშა ვერტალიოდით მოუფურენ მიდგარან რუსესა მუშენ გაიჩქენო ვარდუკო ლოთინ ვაფუთ ბუანჩ მუშენ სამოქალია კომიშ და ჭაფალო აუცილებრო საჭიროე პალივიე კამანდირი թե ტექნოლოგია რუსებს დამოღამებული აკნა ომი ხაოს ვარი ოდო ჩქენ ხაიხეს მუხაღოლ ჩქენ ხაიხეს გამოცდილება ვაუღუდო და Дета цаль термин общественный психоз, а ты общественный психозик маголес чки. Русеп дуче болюша гегмомринес, одом мутум адомтес, коп тхабарес до гот хабарекианас амдганер дгаша, кучша вегяри. Как залива их неба.